და აჭარის უმაღლეს საბჭოშიც მისი გუნდი ირაკლი სესიაშვილი ქართული ოცნების თელავის მაჟორიტარობის კანდიდატი და ოცნების ერთ-ერთი ლიდერია თელავიდან პირდაპირ ეთერში დიდი მადლობა ბატონო ირაკლი რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას პირველ რიგში მე მინდა დავიწყო თქვენი შეფასებების მოსმენა თუმცა მერე რომ არ დაგვრჩეს დრო და ვერ მოვასწრო არ იქნება ჩემი მხრიდან კარგი იმიტომ რომ დავპირდი ჩვენს წინა სტუმარს რომ ამ კითხვას დავსვამდი ყოფილი ოცნებები, ვინც დატოვა თქვენი გუნდი, ვინც წავიდნენ ოპოზიციაში და ვინც დღეს გიპირისპირდებიან უკვე თქვენ, აცხადებენ რომ ეს აღარ არის ის გუნდი, რითაც 2012-ში მოვიდა ოცნება და მურმან დუმბაძე მაგალითად დაასახელა თქვენი დეიდაშვილი ვახტანგ წულაძე, რომელიც იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც ივანიშვილს აგინებდა და გლანძღავდა 2012 წლის წინ და დღეს მე აღარ ვარ მე ოცნების გუნდში და ეს კაცია, იმიტომ რომ სესიაშვილის დეიდაშვილია. მე მას პირობა მივეცი რომ ამ კითხვას დაგისვამდით ველი ეხა თქვენს პასუხს. სრული სიცრუე და თავხედობაა ბატონი დუმბაძის მხრიდან. მე არ ვადევნებდი თქვენ ეთერს ვაყურს და ვეყნობი რა თქვენს ინფორმაციას შეურაცხყოფელი განცხადება და ბატონ ვახტანგ წულაძე არის ერთ-ერთი გამორჩეული უწესიერესი ადამიანი, რომელსაც არასდროს არ უმუშავია ნაციონალ მოძრაობის ხელისუფლებაში. ის ყოველთვის ემსახურებოდა გარემოს დაცვას. ძალიან ბევრი სიკეთე აქვს ამ ადამიანს გაკეთებული, ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა, იყო გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი და ბატონი დუმბაძისგან არაერთხელ მსმენია, რომ ერთ-ერთი გამორჩეული თანამდებობის პირი იყო აჭარის ხელისუფლებაში და დღეს აი ესეთი ბინძური ქცევა მე ვფიქრობ ისევ და ისევ ვახტანგ წულაძის სასიკეთოდ და დუმბაძის საპირისპიროდ იმოქმედებს, იმიტომ რომ ვახტანგ წულაძეს მთელი ბათუმი იცნობს, მის მამას იცნობენ, მის ოჯახს იცნობენ და დარწმუნებული ვარ რომ ამ ყველაფერზე თავად დუმბაძე მიიღებს საკადრის პასუხს, უბრალოდ შეურაცხყოფელი ასეთი ღირსეული ადამიანის წინააღმდეგ ასეთი ბინძური განცხადებები. დიახ, ის ჩემი ნათესავია, მაგრამ აქ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ნათესაობით რაღაცა პოლიტიკური მხარდაჭერა. ვახტანგ წულაძე თავის სახელით, თავისი წარსულით, თავისი მოქმედებით, თავის წესიერებით, თავის პროფესიონალიზმით არის გამორჩეული და დიახ, მე ამაყება რომ ასეთი ნათესავი მყავს. და კიდევ ბევრი სხვა ნათესავი მყავს, რომელიც ასევე შეიძლება ითქვას ჩართული არის პოლიტიკურ ცხოვრებაში და აქ დასამალი არაფერი არ მაქვს, მე მიხარია რომ ასეთი ნათესავები მყავს. დიახ. ბატონო ირაკლი, მე კითხვა მინდა დაგისვათ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაზე უკვე ღია წინა საარჩევნო კამპანიაში. იმიტომ ხომ არ გახდა თქვენი ლიდერი იძულებული, რომ ჩართულიყო აი ასეთი აქტიური ფორმით სატელევიზიო ეთერებით რეგიონ იაროს ამ კამპანიაში, რომ ქართული ოცნების რეიტინგი არის დავარდნილი, როგორც ექსპერტები ამბობენ და ამ რეიტინგის ვარდნა მაინც შეაჩეროს თუ დაუშვათ სრული უმრავლესობით გამარჯვებას ვერ მიიღებს ქართული ოცნება. მე ეხა ვკითხულობ და ვციტირებ გია ხუხაშვილის ექსპერტის მოსაზრებას, რომ მაგალითად ამ ჩართვითო ივანიშვილის მონაწილეობისგან გარღვევას არ ველოდებით, მაგრამ ქართული ოცნების რეიტინგის ვარდნა რომ შეჩერდეს, ესეც იქნება მნიშვნელოვანი. რატომ გახდა ბიძინა ივანიშვილი იძულებული მთავარ ფალავნად გამოსულიყო ამ ომში? მე არ ვიცი ბატონი ხუხაშვილი რეიტინგებს როგორ ზომავს, მაგრამ მე აი აქ თელოსა და ყვარელში რეიტინგს ზომავ მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში და მინდა გითხრათ, რომ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა აქვს ქართულ ოცნებას, მათ შორის თქვენ მონამორჩილს. მე მიხარია, რომ მოსახლეობა არის ძალიან თავისუფალ რეჟიმში ვიკრიბებით. საუბრობთ არა მხოლოდ წარმატებებზე, არამედ პრობლემებზე. და რაც თავარია, რაც ძალიან მახარებს მოსახლეობას აქვს განცდა იმისა, რომ რაზეც საუბრობთ და რა პრობლემებსაც ვაყენებთ, იმის განცდა აქვს, რომ ეს პრობლემები გადაიჭრება. და სწორედ აი ამ მოტივაციით, აი ამ შემართებით მე ძალიან აქტიურად მუშაობ ყვარელსა და თელავში და მინდა გითხრათ, რომ ძალიან სერიოზულ მხარდაჭერას გრძნობ. მე კიდევ ერთხელ გეუბნები, თუ ბატონი ხუხაშვილი თავის კომპიუტერთან ზის და იმით საზღვრავს რეიტინგებს, მე აქ მოსახლეობასთან შეხვედრებით საზღვრავ და მთლიანად გეუბნებით, რომ მიხარია დღევანდელი პოზიციები და რას გეუბნებათ ის მოსახლეობა, ვისაც ხვდებით, ბატონო ირაკლი, გაუმართლა მათ ქართულმა ოცნებამ ის ოცნებები და იმედები, ის დაპირებები შეუსრულა, რომელსაც 2012-ის არჩევნების წინ გასცემდით? ინგა, მშვიდობა გვაქვს, თავისუფალი ცხოვრება გვაქვს, უსაფრთხოდ ცხოვრობთ.
ძალიან სერიოზული პროექტები განხორციელდა კახეთის რეგიონში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში. პირდაპირ გეტყვით, ბოლო 4 წლის მანძილზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვით კახელმა გლეხმა მილიარდ ლარზე მეტი მიიღო. ეს არ წასულა ბიუჯეტში, შესავიდა კახელი გლეხის ჯიბეში. 9 მილიარდ დოლარზე მეტი ღვინის ექსპორტი განხორციელდა ბოლო 4 წელიწადში. არ დარჩენილა პროდუქტი გაუყიდავი. გაკეთდა გზები, სკოლები, ბაღები, ხალხის სარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევის, საყოველთაო დაზღვევის პროგრამით, სარგებლოს მთელი პროგრამებით, აგროკრედიტით. არ ვიცი, ჩამობრძანდით და ნახეთ, რამდენი ახალი სასტუმრო შენდება, რამდენი შატოები შენდება, ღვინის ქარხნები, მცირე საწარმოები, მარტო კახეთში 51 ახალი საწარმო გაიხსნა. 314 გადაიარაღდა. ამ ყველაფერს მე არ ველაპარაკო და ამ შეხვედრებზე არ გავახსენო ჩვენ მოსახლეობას ეს ყველაფერი თავად თვითონ ძალიან კარგად ხედავთ. თუმცა ამ ციფრების მიუხედავად ბატონო ირაკლი ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს დასახელებული ციფრების მიუხედავად რომელიც აჭარის რეგიონზე საუბრობდა ყველანაირი გამოკითხვებით ხალხის მთავარი პრობლემა თქვენი ამომრჩევლის მთავარი პრობლემა სიღარიბია კვლავ და არის უფულობა უმუშევრობა რას გეუბნებიან იმიტომ მკითხეთ როდესაც თქვენ ხა წინასაარჩევნო შეხვედრები გაქვთ. ანუ არ გეუბნებიან ამას რომ ესაა მათი მთავარი პრობლემა და როცა ხელისუფლება ციფრებს უსახელებს ძალიან დიდ ნაწილზე ეს ციფრები უბრალოდ არასახულა. ინგა, ამ ციფრების უკან და მომავალში დგას ამ რეგიონის მე სადაც ვარ იმაზე ვსაუბრობ ამ რეგიონის და მთლიანად რა თქმა უნდა საქართველოს გაძლიერება. მე რო გითხარით რომ მილიარდ ლარზე მეტი შევიდა კახელი გლეხის ასე ვთქვათ შემოსავალი მიიღო კახელმა გლეხმა ეს ნიშნავს რომ ეს ფული ისევ ტრიალებს. მე გეტყვით რა ძალიან მარტივ ციფრებს მოგიყვანთ და ეს ყველაფერი კახელმა გლეხებმა თავად ჩემზე უკეთესად იციან. 2012 წლამდე ჰექტარი მიწა კახეთში და არ ვიცი 200-დან 800 ლარამდე. დღეს ის 8000 10000 ლარიდან იწყება. 6000 ჰექტარზე მარტო ახალი ვენახი გაშენდა. აღარ ვსაუბრობ იმ თხილის და კაკლის პლანტაციებზე, რომლებიც აი რა ვიცი რო გაივლით სოფლებში დაახავთ რომ რამდენ ადგილას ხდება მიწის დამუშავება და სულ ინტერესი არის რომ გლეხმა მიწით ისარგებლოს, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული სარგებელი მოაქვს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, უმუშევრობა კვლავაც პრობლემად რჩება და 4 წელიწადში ჩვენ მთლიანად უმუშევრობას ვერ აღმოფხვდით. ჩვენ 15%-დან 12%-მდე შევამცირეთ. ეს შეიძლება ვინმესთვის დიდი მაჩვენებელი არ იყოს, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემა დაგვხვდა და 4 წელი მოგვიწია სისტემის საკმაოდ სერიოზული ცვლილება, იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ჯანდაცვის მიმართულებით, განათლების მიმართულებით, თავდაცვის უსაფრთხოების მიმართულებით ძალიან სერიოზული თანხები ჩადება მოგვიწია, თავისთავად ცხადია, ამ ვითარებაში უკვე დღეს გვაქვს ძალიან კარგი საფუძველი, რომ უკვე ეკონომიკაში, ინვესტიციებში ძალიან ბევრი რამ განვახორციელოთ. მე როცა ეს კითხვები ბიზნესმენებს აქვთ სრული ნდობა, ინგა, ბიზნესმენებს აქვთ სრული ნდობა დღევანდელი ხელისუფლების. დიახ, აი არ ვიცი, მეწარმეებს ვისაც ხვდები, ყველას აქვს სრული ნდობა, ამიტომ იმ რეფორმების ფარგლებში, რაც მათ შორის გულისხმობს, რომ მოგების გადასახადს არ გადაიხდიან, თუ კი ისინი ისევ ინვესტიციებს ჩადებენ, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული მოლოდინები, რომ სხვადასხვა განამამუშავებელი ქარხნები აშენდება, სხვადასხვა მიმართულებით, არ ვიცი, ინდივიდუალური მეწარმეებიც კი ცდილობენ უკვე გამოიყენონ ის პროგრამები და იმ აგროკრედიტების ფარგლებში ძალიან სერიოზული პროექტები დაკავდნენ, იმიტომ რომ ხედავენ, რომ ამ ყველაფერს სარგებელი მაქვს. ბატონო ირაკლი, მთავარია ამას როგორ გრძნობს ხალხი თავის თავზე და ამას შედეგები აჩვენებს უკვე არჩევნების. მე რატო გისვამთ ამ კითხვას, რომ აი უამრავი დაპირება გაცემული, რომლითაც გამოვიდა თქვენი გუნდი 2012 წელს, უფასო ფულიდან დაწყებული, გაიაფებული, განახევრებული ტარიფები დასრულებული, 4 წლის შემდეგ, როცა ყველა კვლევით კვლავ სიღარიბე და უმუშევრობა სახელდება, ეს არის ამ ხელისუფლების მთავარი გამოწვევა. არის ეს ასე და რა ციფრებსაც თქვენ ან ბატონი ივანიშვილი დღეს ასახელებდა, თავარი ამას როგორ გრძნობს ხალხი საკუთარ ოჯახებზე, ხო დამეთანხმებით? რა თქმა უნდა, ინგა, იცით რა არის, თქვენ ახსენებთ დაპირებებს და თან ამატებთ შეუსრულებელს. მე ამაში ვერ დაგეთანხმებით ვერანაირად. ჩვენ ამ ყველაფერზე ძალიან მალე
დეტალურად გავყვებით, რა გვიწერია პროგრამაში და რა შესრულდა და მეცაც გეტყვით. მე ის მოლოდინები არ მქონდა, რაც დღეს ვითარება არის. დღეს მართლაც გაცილებით მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ჩვენ თითოეულ ჩვენთანგანს მქონდა მოლოდინი, რომ შევძლებით. გაკეთების მიუხედავად, მაგალითად, იუნისეფის მონაცემებით არსებობს ირაკლი ერთი წამი და აღარ გაგაწყვეტინებთ, რა თუ შეიძლება, მე რო აღარ შეგაწყვეტინოთ, აი თქვენ ამბობთ, რომ ყველაფერი გააკეთეთ, ბევრი რამე გააკეთეთ, მაგრამ აი ყველაზე ხო არის ძალიან სანდო, ხო იუნისეფი, მე ოპოზიცია, მე ის განაცხადა, ამას არ გეკითხებით. იუნისეფის მონაცემებითაც კი საქართველოში ყოველი მეოთხე ბავშვი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვევით. ეს ნიშნავს, რომ მთავარი გამოწვევა, მთავარი დაუძლეველი პრობლემა არის სიღარიბე და როცა გუნდისგან, ვინც 4 წელი მართავდა ხელისუფლებაში მოსვლამდე, ამომრჩეველს მოსმენილი ქონდა ძალიან ბევრი საოცნებო დაპირება. ხომ არ ფიქრობთ, რომ დღეს თქვენი მთავარი პრობლემა მოგებისთვის იქნება ეს ვერ შესრულებული დაპირებები? ინგა, კიდევ ერთხელ გეტყვით და სრული პასუხისგებლობით და რაც თავარია, აი იმ შინაგანი რწმენით, რაც მე პირადად გამაჩნია არა როგორც სუბიექტურად ქართული ოცნების ლიდერს, არამედ როგორც ადამიანს, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. მე ვერ წარმომედგინა, რომ ჯანდაცვის მიმართულებით ასეთი სერიოზული შედეგები გვექნებოდა და ჩვენ აი ასეთ დიდ პროექტს შევეჭიდებოდეთ. C ჰეპატიტის პროგრამა უნიკალურია. სოფლის მეურნეობის მიმართულებით რამდენიც ჩავდეთ ჩვენ. უბრალოდ მე არ მეგონა, რომ აი ასეთ სერიოზულ შედეგს მივიღებთ, იმიტომ რომ თავიდან გვეგონა, რომ ეს უნდა ყოფილიყო სოციალური ერთგვარი მხარდაჭერის პროგრამა, რომ კახელ თუ ქართველ გლეხს ქონოდა საშუალება, რომ საკუთარი მიწით ესარგებლა, მაგრამ დღეს გასული ვარ ძალიან სერიოზულ მოგებებზე და ამას ყველა ხედავს. რაც შეეხება თქვენ ახსენეთ უფასო ფული. მე მინდა ვახსენო ერთ-ერთი ჩვენი ამომრჩეველი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ სოფელ საბუეში შევხვდი, დავით საგვარი აღარ მახსოვს, რომელმაც $150,000 ნულოვანი პროცენტით გამოიტანა აგროკრედიტით ისარგებლა და მან პირდაპირ მითხრა, რომ ის რაც მე დღეს ვაკეთებ, შეიძლება 5-10 წლის განმავლობაში ეს ვერ გამეკეთებინა და დღეს მას აქვს თხილის პლანტაციები და თავისი ბიზნესით ძალიან სერიოზულ წარმატებას აღწევს. თქვენ გთავაზობთ პირადად ქალბატონო ინგა, ჩამობრძანდით და ერთად მივიდეთ ამ ფერმაში და იმ ნულოვანი ასე თქვათ კრედიტით მიღებული თანხით მიღწეული შედეგები ერთად განსაზღვროთ. აი თქვენ გთხოვთ და მე ვილაპარაკოთ, არის თუ არა ამის შესაძლებლობები. რამდენი კიდევ შემილია აგროკრედიტით მოსარგებლე ადამიანი დაგესახელოთ, რომელიც ანუ არ გაქვთ იმის შიში, რომ ამ არჩევნებში უმრავლესობას ვერ აიღებთ. ამას ამბობს თქვენი პასუხები. ანუ თქვენ არ გაქვთ ამის შიში, რომ ჩემი მოსახლეობასთან შეხვედრა. დიახ. ჩემი მოსახლეობასთან შეხვედრა, ჩვენი გულწრფელი საუბარი, ალალი საუბარი, კახური სიალალით. მე მაძლევს სრულ რწმენას იმისას, რომ ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვოს. აქ მეორე აზრი ჩემში არტრიალებს და რაც თავარია, ეს ხალხი გრძნობს ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობას. ეს არის მშვიდობა, ეს არის უსაფრთხოება, ეს არის სტაბილურობა, ეს არის ის, რომ ხალხი ხედავს, რომ ქვეყანა ხელისუფლება ხალხს ემსახურება, ხალხი ხედავს, რომ არიან თავისუფლად და მათი პრობლემები ხელისუფლებას, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობებს გულთან მიაგდა მოქმედებს თავისი რესურსის ფარგლებში და მეტიც ხალხი გრძნობს იმას, რომ ეს ჩვენ დღევანდელი მოცემულობა არის ძალიან კარგი საფუძველი იმისა, რომ ქვეყანა ძალიან სწრაფად და ეფექტურად გამვითარდეს. და მეც აი აქ ისეთივე გულწრფელი ვარ, როგორც ჩვენი ამომრჩეველი ამას უდრგება. დიდი მადლობა ირაკლი, მე მინდა წარმატება გისურვოთ, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. უნდა დაგემშვიდობოთ. რენგა და ერთად მოვიაროთ. აუცილებლად ჩვენ ვაპირებთ წინა საარჩევნოდ ყველა რეგიონში ჩავიდეთ, ასე რომ რა დროს დაგეცემით თავზე არიცით. წარმატებები და ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ირაკლი სესიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, ამით უნდა დავასრულოთ ჩვენი გადაცემა მაშასე. ქართული ოცნება თავის ლიდერიან გუნდიანად დარწმუნებულია, რომ ამ არჩევნებზე უმრავლესობას აიღებს. მთავარი ოპოზიციური ძალა კი, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა, აღმოჩნდა პაატა ბურჭულაძე, ვაშაძე, ჯაფარიძე, ახლები, ისინი არიან ნამდვილი ნაციონალები.